H1N1 ვირუსით ბოლო დღეების განმავლობაში 3 ადამიანი გარდაიცვალა, გრიპის სხვა ტიპის ვირუსით კი 1. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ვირუსი დროული მკურნალობის შემთხვევაში საშიში არ არის. H1N1 ამ ეტაპზე ეპიდემიად არ აცხადებენ, მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საოჯახო მედიცინის ცენტრი მაინც 24 საათიან რეჟიმში იწყებს მუშაობას. იზი ბურნაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. იზი, რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი? მომატებული ვირუსების გამო ოჯახის სამედიცინო ცენტრი 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, საზოგადოებაში არ არსებობს ეპიდემიის გავრცელების საშიშროება, თუმცა ეს იმისთვის ხდება სამედიცინო ცენტრის გახსნა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშებს სამუშაოს განმუხტვის საშუალება მისცენ. დღეიდან უკვე პაციენტებს საშუალება ექნებათ ოჯახის ექიმის კონსულტაცია და საჭირო გამოკვლევები სადღეღამისო რეჟიმში მიიღონ. გრიპის ეპიდემიის როგორც ასეთი არანაირი საშიშროება არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისი, რომ მოსახლეობა არ ამხოლოდ პანიკაში იყოს, არამედ თუნდაც რაიმე დაძაბულობა იყოს. ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ამ დღეებში, მთავარი ამოცანა ამისი არის ის, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურების, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონებში, მუშაობა, გადატვირთული მუშაობა განიმუხტოს. სასწრაფო დახმარების სამსახურებს მიეცეთ იმისი საშუალება, რომ შეასრულონ თავისი მოვალეობა, გადაუდებელი მდგომარეობების მართვა და მეორეს მხრივ მოსახლეობა შეუქმნათ კომფორტი, რათა გაზრდილი მიმართვენობის შემთხვევაში, როგორც გვაქვს ნამდვილად ამ დღეებში, მიიღონ კვალიფიციური დახმარება და ეს დახმარება მიიღონ სწორედ იმ სპეციალისტებისაგან, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ამაში მომზადებულები. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მიერ სპეციალურად გამართულ თათბირზე მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ოჯახის ექიმის 24 საათიანი ცენტრი თბილისის სხვადასხვა წერტილში დაიწყებს ფუნქციონირებას. დღეს ასეთი ცენტრი 2 გაიხსნება, ხვალ კი უკვე 3 ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას. ვირუსულ პაციენტებს უკვე შეეძლებათ როგორც ადგილზე, ისე გამოძახებით 24 საათის განმავლობაში მიიღონ ექიმის კონსულტაცია. მადლობა იზი ბურნაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.